ვიტყვით მეუფე ილარიონის შესახებ. მე ხშირად მithქვავს, რომ ნატანჯი ადამიანების შესახებ მომეკითხებით. მაგრამ მე წავიკითხე ამასინად გავრცელებული ასეთი ქაღალდი იყო, სადაც იყო ლოცვები შესწორებული. წმინდა გიორგის ტროპარი იყო, კიდე სხვა ტროპარები იყო, სადაც იყო შეცვლილი ბევრი რამ. და წმინდა გიორგის ტროპარი შეიძლება კრეხელობა არ იყო და მე ასე დაწვრილების ჩაძიებით არ წამეკითხავს, მაგრამ გადავავლე თვალი და ადამიანს უნდა შეცვალოს, მაგრამ მე წავიკითხე იქ ცვლილება წამში. თუ ეს მართლა მე არ ვიცი. თუ სადაც იქნებებოდნენ, იქ იყო დარიგებული ეს ფურცელი და იქ წამსის სიტყვები იცით, ხო? სულიწმინდაზე და ერთი არა, სულიწმინდაზე როცა საუბრობს წამსი, რომელი უფალი და ცხოველსყოფელი, რომელი მამისაგან გამოვა. იქ არის ჩასწორება. უფალი და ცხოველსყოფელი და ღმერთი, თითქოს უფალი ღმერთს არნიშნავს, რომელი გამოვა მამისაგანაც, ძისაგანაც და სულიწმინდა თავისაგანაც. ეს ეწერა იქ, თუ ეს მისგან არის, ესე იგი მისი მდგომარეობა სულიერად არ არის, თლად კარი. თავისთავად ხადია, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ პირველი მსოფლიო კრებიდან დაწყებული. ანუ წმინდა ნიკოლოზი და წმინდა სპირიდონ ტრიუმფუტელი მოღვაწეობდნენ. დღევანდელ დღემდე დამთავრებული მთელ ეკლესიას ხაზი გადაესვა. აბომაში რაც ადრა არის სულიერება და ქრისტიანობა. აქ ლაპარაკია პენსიაზე რომ არის, მე ვფიქრობ. ხო, არა თანამედროვე ილარიონზე, არამედ პენსიაზე ვარ. მე თვითონ ყოველას ნატანჯი კაცია. ხო, ნატანჯი კაცია ესეც. იცით რა არის? ვისაც ის ისეთ მდგომარეობაში ცხოვრობს, ისეთ ასკეტურ მდგომარეობაში, ისეთ გაუსაძლის ასკეტიშია და მშიერი მწყურვალი, გაყინული, კიდევ კარგად არის კაცო. არ შეიძლება ჩვენ დამთბარმა, გამწყარმა ადამიანებმა განვიკითხოთ მიუსაფარი ადამიანი. არ შეიძლება. მართლა ყოველას უშუალოს. მაგრამ აი ჩვენი პასუხისგებლობა. მე როსმელიც გამთბარიცა ვარ და გამწყარიცა ვარ და დავინახავ რომ ადამიანს უჭირს და მისი არც გათხოვება შემიძლია და არც გაძღობა არ შემიძლია. გარკვეული მიზეზების გამო. ხოლო გონება მქონდეს და თუ ადამიანი რაღაც ცნობილებაშია, მაგ ფრთები არ შევასხა. და გონიერება ხოლმე მქონდეს და ხოლმე ვიცოდე ეკლესია რას ასწავლის, მართლმადიდებლობა რას. მე ეპისკოპოსთან მივდივარ, რომელიც პენსიაზეა და არ ვიცი ქრისტიანობა რას ასწავლის.